მოგესალმებით, ერთი წამით ხმა გადავამოწმო და შევუდგეთ. აბა ვნახოთ როგორ არის. დიახ, კარგია ყველაფერი. აი შევუდგეთ. დღეს შაბათია, მე მინდა გავაკეთო ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად კვირის მიმოხილვა გითხრათ სიმართლე ფანტასტიკურად საოცარი რაღაცებია მომხდარი ამ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში და მოდით ჩვენ დავიწყოთ იმის გარკვევა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სანამ მე დავიწყებ იმაზე საუბარს, რაზეც კონკრეტულად მინდა და შემდეგ განვაზოგადოთ, მე უბრალოდ მოგძალებით გთხოვდით გაიხსენოთ ყველა ის ჩემი შეფასებები წლების განმავლობაში, ვინც ადევნეთ თუ რა პრობლემები იყო ჩვენთან თავისთავად დასავლეთ სამყაროში, რატომ იყო ის კრიტიკა ჩემგან, იმიტომ რომ მე კიდე გეუბნებით ძალიან ცოტა მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელმაც დასავლური სამყაროს შეერთებული ცალკე ევროპა ცალკე, მისი ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, რა ვიცი, მწერლობა და ასე შემდეგ იცოდეს არ ვიქებ და ვისაც უნდა მე მზადა ვარ ყველას ვესაუბრო. და თქვენ გესმოდათ ის შემოხტომები ჩემს გვერდზე, რომელსაც აკეთებდნენ გონება დაკარგული, მე ყველაზე უფრო გული წყდება იმაზე, რომ ახალგაზრდების რაღაც მცირე ნაწილი, ვფიქრობ, რომ ის იდეოლოგიით მოტყუებული ახალგაზრდები ბევრია, არ არიან ბევრი, უბრალოდ პროპაგანდა უკეთდებათ მათ, მე არაფერს ვამბობ საშუალო და უფროსი თაობის უკვე დაღუპულ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ ილუზიებში იყო გარკვეული და მე 1000 ბჭყალებში მათი ჭკუით, ესე იგი შეფასებებს მიკეთებდა და მათი აზრით შეურაცხყოფას მაყენებდა, ხო? არა. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ეხლა დადგა დღეს 2026 წლის იანვრის ბოლოა თითქმის და ამ 2-3-4 დღის განმავლობაში მოხდა ის, რამაც აბსოლუტურად ის შეფასებები გააკეთებინა დასავლეთ სამყაროს, რასაც მე წლებია ვხედავდი, რა პროცესიც მიდიოდა. მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა უბრალოდ ჩემი პოზიციის გამართლება არის ეს ყველაფერი, რაც დღეს დასავლეთში ხდება, იმიტომ რომ ასეთი დონის აღიარებები დასავლეთში ცოტა არ უბრალოდ არა მარტო ბევრი არ ყოფილა, ფაქტობრივად იშვიათად რომ ყოფილიყოს. მოდით დავიწყოთ იმით, რასაც ქვია დავოსის ფორუმზე აბსოლუტურად რევოლუციური გამოსვლა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის. ეს იმდენად
ძლიერი პიროვნების გამოსვლა და იმდენად ცვლის სიტუაციას და იმდენად ზუსტად არის დანახული რეალობა, როცა შეუძლებელია ძველი აზროვნების ფორმებში დარჩენა, რადგან კარნის შესანიშნავად თქვენ ნახავთ აყალიბებს არა მარტო პრობლემებს, არამედ აყალიბებს საშუალო და მცირე ქვეყნების პრობლემებს, რომლებსაც სხვა განზომილებაში გადასვლა მოუწევს. დავიწყებ, იმიტომ რომ ეს არის ფუნდამენტი ჩვენი დღევანდელი საუბრისა, მე შემდეგ ბევრ რამეზე ვისაუბრებ კიდე, მაგრამ თავარი იქნება ეს. ყველაფერ ამას მე ვაკეთებ ქართულ რეალობაში ჩამოყალიბებული, დამყაყებული, იმ ორიენტირებული აზროვნების გასაბათილებლად, იმიტომ რომ რეალობა სხვა არის, ხალხი წარსულშია დარჩენილი და აქეთ გედავება რომ შენ ესე იგი დასავლეთი კი არ გინდა, ესე იგი რუსეთი გინდა და ასე შემდეგ, ხო? მეტი გონება მათ არ აქვს. ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფო. ეს არის ამოსავალი. იმ ახალ სისტემაში, რომელიც შეიქმნა, ჩვენ შეიძლება სახელმწიფო აღარ გქონდეს. ამიტომ ჩემი საუბარი არ არის რაიმე ორიენტაციას აგებული, ჩემი ორიენტაცია არის ქართული სახელმწიფო, მისი შესაძლებლობები და როგორ ვანადგურებთ ჩვენ 33 წელია საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარი უსუსურობის გამართლებისთვის ჩვენ ავდექით და ასე იგი ვიღაცებს დავაბრალეთ ეს ყველაფერი. ამ დროს ჩვენ თვითონ მოვწიეთ ის, რაც მოვწიეთ საკუთარ თავს. დავიწყოთ. კარნი ამბობს იმას, რომ ევროპა დღესაც კი ვერ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. ევროკავშირი თავიდან ბოლომდე არის შეერთებული შტატების ორბიტაზე და არ გააჩნია მომავლის საკუთარი პროექტი. ჩემგან რამდენჯერ მოგისმენიათ ეს ყველაფერი. მე დავოსის ფორუმზე არ გამოვდივარ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს. დავოსის ფორუმზე დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული და ჩამოყალიბებული, დალაგებული ქვეყანა თუ თავის თავს არ მოწევს რაიმე უბედურებას, ერთ-ერთი არის კანადა, დამარცხნილი, დალაგებული, შეთანხმებული და ის ამბობს, ევროპას არ გააჩნია მომავლის საკუთარი პროექტი. ნებისმიერი მცდელობა გამოვიდეს ამერიკის ორბიტიდან აღიქმება როგორც კოშმარად. ეხლა მე ოდნავ გავჩერდები აქ და კარნი, კანადის პრემიერი, 2 დღით ადრე გამოვიდა მერცთან შედარებით. მერცი 2 დღის მერე გამოვიდა დავოსის ფორუმზე, რაღაცეები ქართულში დაიბეჭდა, ქართულ მედიაში, მაგრამ უმნიშვნელოდ ძალიან. კარნი კი არსად არ განხილულა, იმიტომ რომ ის რაც კარნი თქვა, ის რაც არის აბსოლუტურად დასავლურ სამყაროში რევოლუციური საქართველოში ამ წინ გაწყალებულ ხალხს, რომლებაც ამ ცოტა ხნის უკან ერთ-ერთი საცოდავი წარმომადგენელია, უბადრუკი ყოფილი ჟურნალისტია თუ ვინ არის, რომ იქამდე მივიდა, რომ მე დამაბრალა 92-95 წლებში თუ რაიმე დაინგრა და გაიყიდა საქართველოში, თურმე სულ ჩემი ბრალი იყო. ესე იგი წარმოიდგინეთ, ახლა მე ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელიც დღე-დღამ ინსტიტუტში ვიყავი, პარალელურად საიდუმლო შეთანხმება მქონდა. იმ დროის ხელისუფლებასთან შევარდნაძის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, თურმე ეგეთი ახალგაზრდა კაცი და ეგეთი ოჯახ გაუზრდელი. შენ მამას რა უთხრა, შენნაირი უბადრუკის გაზრდისთვის, ხო გვარს არ ვიტყვი, იმიტომ რომ დიდი პატივია მისთვის, რომ მე გვარი ვახსენო მისე. რატომ გეუბნებით ამას? ხასუსვა ასევე კატასტროფა დაღითმება საქართველოში არ იქა დასავლეთის ორიენტაცია გქონდა. ჩვენ არავითარი დასავლეთის ორიენტაცია საქართველოს არასდროს არ ქონია,
რადგან დასავლური ორიენტაცია რომ ქონოდა საქართველოს, იგი კლასიკური დასავლური სახელმწიფოს მოდელს წამოიღებდა არა ფორმალურად, არა ეკლექტიკური კანონმდებლობით, არამედ მოდელს კონსტრუქციას და ყველაზე მთავარს, რამაც დასავლეთად აქცია თამაშის წესებს და განსაკუთრებულ ორიენტაციას განათლებაზე და მეცნიერებაზე, რამაც სწორედ ის მოიტანა, რაც კლასიკურ დასავლეთს ჰქონდა. დღევანდელი ეგრეთ წოდებული შეერთებული შტატების სხვა რამეა, ევროკავშირის სხვა რამეა. მე ეს ავხსენი არაერთხელ. და ორი დღის შემდეგ გერმანიის საცოდავი კანცლერი ამბობს, რომ ამერიკისგან მოწყვეტა არის ჩვენი სრული კოშმარი. ორი დღით ადრე კარნიმ დაასწრო მას და თქვა ის მენტალობა, რაც აქედან გამომდინარე კარნი აკეთებს ძალიან მაგარ დასკვნას, რომ შექმნილ სიტუაციაში გერმანიაში არ მოიძებნება ისეთი პოლიტიკოსი და უბრალოდ გერმანიას არ შეუძლია იყოს დირიჟორი საშუალო დონის ქვეყნებში. რომელიც შემდეგ მე არაერთი ანალიზი ვნახე და იმდენად გაოგნებული იყვნენ ცნობილი ევროპული გამომცემლების ხელმძღვანელები, რომ ისინი პასუხს ეძებდნენ გერმანიაში და ამაზე ალგემაინე ცაიტუნგმა ცალკე დაწერა და ასე შემდეგ, გერმანიაში არ იძებნება პოლიტიკოსი. ჩემი პარალელი რამდენი ხანია გესმით საქართველოში ხელისუფლება რასაც ქვია და რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, პოლიტიკოსი არ იძებნება. ეს არის საცოდავი ახალგაზრდა საშუალო თაობა, მოდი ასე ვთქვათ, რომელმაც თავისი არაპროფესიული პოლიტიკური მენტალიტეტის გამო, ფულის სიხარბის გამო საკუთარი თავი გაინადგურა. რა აღნიშნა კარნიმ კიდე, რომ მსოფლიოში ყარდება ძლიერის ძალაუფლება. წინა გადაცემაში ანომიაზე ვისაუბრე და ფაქტობრივად ზუსტად იგივე რაღაცებზე ვთქვით. მსოფლიო წესრიგი აბსოლუტურად არა მარტო იშლება, არამედ როგორც ბრინჯი გადაგიყრია, ისე დაიშალა და წარსულში წავიდა პატივისცემა საერთაშორისო სამართლისად. ისეთი რამეებია, რომელიც თავისთავად ცხადია. მაგრამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბატონმა კარნიმ თქვა და მან თქვა ის, რაც არის ის, რომ დასავლეთი ტყუილში ცხოვრობს. მე ამ ტყუილში ცხოვრებაზე არაერთხელ ვისაუბრია საქართველოში. ბოდიშ გიხდით, მე არ ვედარები ვინმეც, მე უბრალოდ მინდა გითხრათ ის, რომ ის, რაც მე ჩემი ინიციატივით გავაკეთე და ამ დინების საპირისპირო დიდი ხნის უკან დავიწყე მოძრაობა, იყო ნაკარნახევი სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩაეფლოს იმ ამოუვალ ჭაობში, როცა მე აზრი არაფერს არ ექნება. და მე ვიყავი მოურიდებელი, რამის ესე იგი რუსეთის აგენტი ვიყავი, რამის პუტინის მეგობარი და ასე შემდეგ და ამას რამდენს უხდია, როგორი დედა აფეთქებული და როგორი უვარგისი მამის პატრონი უნდა იყოს. ის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შეუძლია შემოვარდეს ჩემ გვერდზე და რაღაც ესე იგი ძალიან უზრდელად თქვას, ხო? ღმერთია, მე არ განვაგებ. რა მითი განეიტრალა კარნიმ ამ სოფლიო ფორუმზე, მან მოიტანა შესანიშნავი მაგალითი.
ახალგაზრდებმა ალბათ არ იციან, მაგრამ ვაცლავ გაველი ჩემმა თაობამ და უფრო ახალგაზრდა თაობამ იცის, ეს არის ჩეხოსლოვაკიის მაშინდელი დისიდენტი ლიდერი, რომელიც შემდეგ პრეზიდენტი გახდა, ცოტა მოლიბერალო ტიპი, მაგრამ დასავლეთის მიერ ძალიან მაგრად აყვანილი ცაში, სწორედ მის ხელში მოხდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფა სლოვაკეთად და ჩეხებად და ასე შემდეგ, მაგრამ მას აქ ერთი ესე, სადაც მას მოყავს ასეთი მაგალითი, რომ პრაღაში ხილბოსტან ვაჭრობის მაღაზიებში ყველას ჰქონდა გამოდებული წარწერა პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთით. გასაგებია, იცით თქვენ, ეს იყო სტანდარტული, რომ იტყვია, ლოზუნგი საბჭოთა სისტემაში ვინც იცხოვრა, იცის ეს ყველაფერი, ყველა გაზეთი ასეთი, რომ იტყვიან, იწყებოდა ლოზუნგით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ერთ მშვენიერ დღეს ხილბოსტანით მოვაჭრემ არ გამოფინა ეს ლოზუნგი. რატო? იმიტომ რომ ის არა მარტო მიხვდა, არამედ მიეცა იმის საშუალება, რომ ის ტყუილი, რომელშიც ის ცხოვრობდა, აღარ დარჩენილიყო იმ ტყუილში და აღარ გამოკიდა, ასევე გააკეთეს სხვა. და კარნი ამბობს ბრწყინვალე რაიმე, ზუსტად იმ ლოზუნგივით დასავლეთი ცხოვრობს ტყუილში და დასავლეთს ამ ტიპის ლოზუნგად აქვს, იცით, თქვენ ზუსტად არ ჩამოუყალიბებია, მაგრამ რა არის დასავლური ნარატივები, თქვენ კარგად იცით, ეს ოღონდ რაც ამბობს კარნიცი, ნეოლიბერალურ შეფუთვაში ლამაზად, ვიდრე საბჭოთა კავშირში იყო. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ლოზუნგად პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, თუ თავისუფლება, დემოკრატია და ამ ლოზუნგებით, რაც არის, არ მინდა გავიმეოროს დასავლური სისულელეები, რომელიც თავს მოახვიეს შემდეგ მთელ მსოფლიოს, როდესაც კარნი ამბობს, რომ მთელი არსი დასავლური სამყაროცა იყო იმპერიალისტური. არავით არის სხვაობა საბჭოთა დროინდელ საბჭოთა სისტემასა და ამათ შორის უბრალოდ შეფუთვა იყო კარგი. ღმერთო დიდებულო, რამდენჯერ მithქვამს მე ამის შესახებ, რამდენჯერ მithქვამს ის სიყალბეები, რაც დასავლურ ფასეულობასთან იყო დაკავშირებული და ქართველ გაუნათლებელ ეგრეთ წოდებულ შინ მიმავლებს ისიც კი ვერ გაუგიათ, რომ მე იცით არაერთხელ გავხსენი, რომ აი დემოკრატიული ფასეულობები მოქონდა დასავლეთიდან, ანუ არ არსებული რამ, რატომ? დემოკრატიას ფასეულობები არ გააჩნია, დემოკრატიას გააჩნია მხოლოდ პროცედურები, რომელიც ისახავს მიზნად მხოლოდ ძალაუფლების გადაცემას ერთი ჯგუფიდან მეორეზე, ხო? მაგრამ ასე იცის იდეოლოგიურმა გამოთაყვანებამ, ასე იცის იმან, რასაც ქვია გაუნათლებლობა. დიახ, ჩვენ ამ გაუნათლებლობას 33 წელია ვუყურებთ, თუმცა ეს ხალხიც შეფუთული არიან. საკუთარი ქვეყნის არ მოყვარული ხალხი სადღაც ბრიუსელში მაყურებლები თუ ზოგი კიდევ სხვაგან მაყურებლები, ხო? რაც ამბობს კარნი, კარნი პირდაპირ ახასიათებს დასავლეთის ფასეულობები, ეს არის ცხოვრება ტყუილში. და ის ამბობს ძალიან მაგარ რამეს. ძალიან დეტალურად რომ არ ვისაუბრო, იმიტომ რომ თითქმის რამდენი, სადღაც 17 წუთამდეა მისი გამოსვლა და ვისაც დაგაინტერესებთ, აუცილებლად მოძებნეთ გამოსვლა და მოსმინეთ, იმიტომ რომ ვინც ენა არ იცის, შეიძლება რაღაც გზებით გადათარგმნილი იყოს. კარნი ამბობს და არ სურს მას დასავლური ლოზუნგები გამოკიდოს ვიტრინაში
იმ ხილბოსტანით მოვაჭრე ადამიანებთან ერთად, როგორც მაშინ აკეთებდნენ პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთით. კარნი აბსოლუტურად ზუსტია და ის მიანიშნებს იმას, რომ დასავლეთ სამყაროში ერთი ძალიან მაგარი საოცრად ძლიერი პოლიტიკოსი გამოიკვეთა. მე გითხრათ სიმართლე დეტალურად ვიცი მისი თქვა არა, მაგრამ რამდენჯერმე დავკვირებული ვარ და მის სიხისტეში ძალიან კაცრი სახე გააჩნია მას, ძალიან გამართულად საუბრობს, რაღაც ინტერესი მქონდა, მაგრამ ეხლა ალბათ დავინტერესდები უფრო მეტად, იმიტომ რომ რას ამბობს კარნი. კარნი ამბობს ის ამბობს იმას, რაც დასავლურ სამყაროს ცვლის და შეცვლის. ეს არის სოფლიო დონეზე ყველა საშუალო დონის სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობა და არ იყვნენ მიბმული იმ დიდ სამეულს პირდაპირ. როგორც არის ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი. და რაკი გერმანია ამას ვერ გააკეთებს და ევროპელებიო როგორ ამბობს იცით კარნი აბსოლუტურად ზუსტად ამბობს როგორც კი შეერთებული შტატები ოდნავ დაუყვავებს ევროპას ესენი როგორც ხო იცით ძაღლიც როგორ ჩვევა აქვს თუ პატრონი ცოტა ისეთი ტონით ხმაზე ხდება ძაღლი და მოდის და ფეხებში აი ზუსტად ამას აკეთებენო ევროპელებიო, როცა ამერიკა ოდნავ მაინც კარგად. ამიტომ მან გამორიცხა და თქვა, არავითარი გერმანია ვერ იქნება დირიჟორი და მან ფაქტობრივად გააღო ის კარი და ამბობს. ყველაფერს დავანებოთ თავი, დიდები იქნებიან დიდები და მასთან დიალოგი და ურთიერთობა აუცილებელია, არავის არ გამოყოფს. და თავარია დიახ საშუალო ქვეყნების ურთიერთკავშირი ინტერესების დაბალანსება არის ის ღერძი, რაზეც მომავალი აიგება იმათთვის, ვისაც უნდა რომ სახელმწიფო კონდეს. ეხლა მე გადმოვდივარ არა საშუალო, ჩვენ არა ვართ საშუალო ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყნების წარმომადგენლები. პატარა არ ნიშნავს პატარაც არსობრივად, ფუნქციონალურად და ასე შემდეგ. მცირე ზომის ტერიტორიები, მცირე ზომის მოსახლეობა, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ამ პატარა ქვეყნების ურთიერთდიალოგი ისევე არის გარდაუვალი, ვისაც სახელმწიფო უნდა, ქართველებს სახელმწიფო არ უნდა. ამ ხელისუფლებას სახელმწიფო არ უნდა, იმიტომ რომ რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, რასაც ის ვირეშმაკა ხელისუფლება აკეთებდა ამაზე ადრე, იმის მსგავსი პოლიტიკის მქონე და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მქონე ხალხის და სახელმწიფოს მომავალი არ არის. რატომ არ არის? ქართული მენტალობა უკავშირდება ისეთ რაიმეს, რომელიც არის ამ დიდ მოთამაშეებში პატრონის ძიება. სხვა მენტალიტეტი 700 წელია ქართველს არ აქვს. პატრონს ეძებს, ამიტომ მას შეუძლია გადადგას უსაშველოდ გამანადგურებელი ნაბიჯი, როდესაც ორ დიდ დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის იყოს ერთ მხარეს მეორის საწინააღმდეგოდ. ეს სახეზე გვაქვს ჩვენ ახლა. და ის რასაც ინტენსიურად, რატომ მოვაწყო ეს გადადი, ინტენსიურად გეუბნებით, რომ საქართველოს კარგავს ფუნქციას. საქართველოს ხელისუფლება ამოვარდნილია დროიდან, მისი პოლიტიკური აზროვნება არის სრული კატასტროფა, კიდე გეუბნებით, და ეს ყველაფერი ჩვენ მიგვაქანებს უპერსპექტივობისკენ სახელმწიფოს დაკარგვისაკენ, იმიტომ რომ სამყარო შეიცვალა. სამყარო შეიცვალა იმ დონეზე,
რომლის წარმოდგენა ხელისუფლებაში არ არის, არაფერს ვამბობ ოპოზიციაზე, რომელიცაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს, მერკანტილური და საკმაოდ კარგად კმაყოფილდება ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე, როცა მე ინტენსიურად, დეტალურად ვასაბუთებდი იმას, რომ კლასიკური ევროპის წარმოდგენები, კულტურა, ქრისტიანული კულტურა, მათი თამაშის წესები აბსოლუტურად მოინგრა 30 წლის, ბოდიში 30 კი არა, 35 წლის წინ და ჩვენ დღეს ვხედავთ ნეოლიბერალურ, ანუ ნეოტროცკისტურ ევროპას, რომელიც ასცილდა ყველაფერს. და რომ ასცილდა ევროპა თავის ფუძეს, ეს ღია თქვა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვენცმა. ნახეთ რა უთხრა. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, იქნებ გადაგარჩინოთ დაღუპასო, თორე დაღუპულები ხართ. არ არიან ევროპელები დაღუპულები და საქართველო არ არის დაღუპულები ის რაც ხდება დღეს საქართველოში. აბა მე რა, ესე იგი აქ ვიყავი და პუტინის დავალებებს ვასრულებდი და ფულს მიხდიდნენ ამისთვის, ხო? დიდ ბოდიშს მოგიხდი, უბრალოდ შევეცდები კორექტულად თქვა, მეტი თქვენი პატრონი დედაც. თქვენს მამებს დავაფურთხე მეტი თავზე და იმ ოჯახებს დავაფურთხე თავზე, სადაც თქვენ გაიზარდეთ ეს ნაძირლები, რომლებმაც არც უფროსი იციან, არც განათლება იციან, არც ცნობა იციან, არც არაფერი არ იციან, მარტო დამპალი იდეოლოგიის მანქურთები არიან. ბოდიშკი ხდით, ეს უზრდელობით არ მომსვლი. გეუბნებით, მსოფლიო ეს ძირითადად დასავლური ფორუმია, გლობალისტების ფორუმია და გამოდის შედარებით ახალი დიდ პოლიტიკაში კაცი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და ამბობს იმას, რაც უნდა თქმული იყო, იმიტომ რომ თუ შენ არ წარმოიდგენ იმას, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება შენს თავს, შენ განწირული ხარ. ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება მხოლოდ იმიტომ შევქმენით, იმიტომ მოვდივართ წინ და არ დავიხებთ არაფერზე უკან, კიდე გეუბნებით. ყველა ამას გავანგრევთ ამ ჭაობს. ამ ნაგავსაც მოუძებნით ადგილს მშვიდად, წყნარად, არავინს არ აინტერესებს ეს უვიცი და იდეოლოგიით გახსნილი ხალხი. მათ არც რეპრესიები იქნებათ, არავინ ეგდონ აქ და იცხოვრო ნორმალურ ქვეყანაში. მე თქვენ გეუბნებით რამხელა ცვლილებებზეა საუბარი სამყაროში. ამიტომ გავიაზროთ ყველაფერი. მე გთხოვთ კიდევ ერთხელ, ჩემი ადრინდელი საუბრები, ნაწერები, გადაცემები, ინტერვიუები, ყველაფერი ისე მაქვს ნათქვამი, როგორც მარკ კარნიმ აღწერა გლობალისტების ფორუმზე. დავოსი თქვენ ეს ხარ გონიათ, მართლა ეკონომიკის განვითარება, ეს არის გლობალისტების ფორუმი და გლობალისტების ფორუმზე იყო მაკ-კარნი, იყო ძალიან ისეთი სუსტი გამოსვლა მერცისა, მაგრამ მერცმა ბოლოში თქვა, რომ ევროპა თავისი თავით თვითონ დაინგრია. მერცი ამბობს იმას, რომ ევროპა ფაქტობრივად დიახ აწყობს თუ არა შეერთებულ შტატებს ევროპის სრული მოშლა. არა, როგორც მე ადრეც მithქვამს, ამერიკელი და არ დაუმალავს ამერიკის პრეზიდენტ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპაში მოხდეს ელიტების ცვლილება და კონსერვატიულად განწყობილი საკუთარ ქვეყანაზე ორიენტირებული ხალხი მოვიდეს და არის ასეთი ერთუჯრა ფონ დერ ლაიენიო, კალასიო, კუბილასიო, კიდევ ესო, კიდე ისო, მერციო, მაკრონიო, ვინ უნდა ჩამოთვალო, რიუტეო, ესენი ხო, თუ ქართული აღზრდა გაქვს ადამიანს, თუ კაცი იცი ვინ არის, მამა ყავდა, კაცი, მამა თუ არ ყავდა, შენ ღირსეული კაცი და ბაბუა თუ არ ყავდა, ღირსეული კაცი, ღირსეული ვერ იქნები. არ იცი რა არის ღირსება და დააკვირდით ამ ახალგაზრდებს.
ჩემს გვერდზეც რო შემოხტებიან საწოდავი ძალიან მეწოდება ტელეფონებს ვაძლევ ყველას ვთხოვ რომ შევხვდეთ ვისაუბროთ ერთი კაცი შემეხვიან მაინც არაფერს ვამბობ საშუალო და უფროს თაობაზე იმათ არაფერი არ ეშველება იმ საშუალო და უფროსი თაობის ხალხს იმდენად შტერებს რომ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე იქ უნდათ ინტეგრაცია რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ამას ვამბობ 2007 წლის მერე აღმოჩნდა რომ ის დასავლეთი რომლის შესახებაც ამ ხალხმა არაფერი არ იცოდა უზარმაზარი პრობლემების წინაშეა და დღეს ითქვა ეს მსოფლიო ფორუმს უბრალოდ რამდენიმე დღის წინ გეკითხებით ჩემი ინტენსიური მუშაობა ჩემი ინტენსიური აი რომ იტყვიან ასეთი საუბრები რომ როგორმე დავფიქრდეთ და საღი ადამიანები ამაზე ფიქრობენ უდიდესი მადლობა და ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების მეშვეობით აუცილებლად შევქმნით იმ ძალას რომელიც ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანს ამას მომავალი არ არის დასავლეთს არ აქვს მომავალი თუ არაფერი შეცვალა მე წლების უკან თქვი რომ არ მჯერა რომ ჯერ კიდევ გადარჩენილი ევროპა რომელმაც თავი გაინადგურა რითი თახსირობის პროპაგანდით ხო LGBT ადამიანის უფლება და თვითგამოხატვა არის ეს არის თავისუფლება ეს არის კრეტინის აზროვნება და უტვინოს რომ შაუდებ ამ სისულელეს მულტიკულტურალიზმი არ არსებობს მულტიკულტურალიზმის კლასიკური მაგალითი არის საქართველო. მე-19 საუკუნის თბილისი იცით? ბევრმა იცით, ხო რა თქმა უნდა. ამ ახალგაზრდამ არ იცით. იყო თუ არა კლასიკური მულტიკულტურალური გარემო, იყო თუ არა ტოლერანტობის უმაღლესი დონე, რომელსაც ვერაფერი ევროპული ვერ შეედრება. ქართულ ტოლერანტობას ნახეთ ძველუბანში შედით რამდენ მეტრშია სოფლიო უდიდესი რელიგიების ეკლესიები ამიტომ როცა განათლება აღარ აქვს და როცა დამპალმა იდეოლოგიამ გამოგილაყა ტვინი შენ იყურები სხვაგან სადაც გითხრეს რომ იქ კარგია მით უმეტეს ამ გადაგვარებულ სიტუაციაში შენ არ გინდა დაინახო და ვერც დაინახავ, იმიტომ რომ არც ინტელექტი გაქვს. იმისთვის რომ რაიმე დაინახო, უნდა გაანალიზო, უნდა რეფლექსია გააკეთო, ხო? ჩვენ ეს ხალხი გაგვიჩნდა ჩვენ რეალობაში და ამიტომ ვაკეთებ მე აქცენტ საღი ქართველების საბედნიეროდ დიდი მადლობა თქვენ რომ ძალიან ბევრი ხართ. ამათთან შედარებით და დანარჩენ ჩვენ ყველაფერს მოულით აუცილებლად. ჩვენ ვიწყებთ დიდ დიალოგს ქართულთა დიდი გაერთიანების ოფისი იქნება ის პლატფორმა სადაც ჩვენ ყველა ჯგუფს გვინდა რომ დაველაპარაკოთ მობრძანდით ვისაუბროთ ქვეყანა ერთი გვაქვს კულტურა საოცარი გვაქვს ენა ერთი გვაქვს მომავალი გვინდა მომავალი არის ხალხის შეთანხმება მომავალზე თქვენ იყავით ვინც გინდათ ლიბერალი, კონსერვატორი, არაკონსერვატორი, რა ვიცი, რაც გინდათ ის იყავით, დიალოგი, ფართო დიალოგი და ჩვენ ვიქნებით ინიციატორები, როცა ყველას დავაჯენთ სასაუბროდ, დანარჩენი შევთანხმდეთ და დანარჩენი ხალხი გადაწყვეტს, რა იქნება ხელისუფლების ფორმატი, რა პარტიები, ერთი პარტიაო, რამდენიმე პარტია კოალიციის სახით ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. ჩვენი ეს დიდი საქმე უზარმაზარი პასუხისგებლობა ავიღეთ ჩვენ თავზე და გავაკეთეთ და ამის უკან არავის ჰქონდეთ იმედი რომ ჩვენ ადგებიან და ეხლა მე დამაბრალებენ რომ მე გავყიდე საქართველოს. რატო
ერთმა ძალიან მაგარმა წესიერმა კაცმა და ამერიკა აღშფოთებული იყო და 92-95-ში საქართველოს გაყიდვას შენ გაბარალებენ. ნუ მე ახლა ლამის არანორმალური სიცილი დავიწყე, იმიტომ რომ სხვა რა უნდა იქნას, ახლა კიდე ასეთ სისულელეს მე ახლა პუტინი მავალებს და რუსების ესე იგი აგენტი ვარ, ხო? შეიძლება ნორმალურ ადამიანმა ეს ქონდეს, ჩემი ცხოვრება გავლილი ადამიანისთვის, ეს შეიძლება კაცმა ოდნავ, მაგრამ იმიტომ ხარ დგონება დამთხეულები, ეს ჯგუფი ადამიანებისა, რომ არც ღირსება გაქვს, არც განათლება, არც ცოდნა, არც ოჯახი გაქვთ, არ დედა თუ ყავთ, დედისგან მარტო დაიბადეთ, მეტი აღზრდა დედისგან, თქვენ არა გაქვთ. ნუ მამაზე არ ვამბობ, მამა თავზე დასაფურთხებელია, იმიტომ როგორ შეიძლება კაცის გვერდით თქვენნაირი არარაობები გაიზარდოს. ამიტომ ეს, რასაც მე დღეს ვისაუბრე და რასაც ახლა ვამბობ, ჩვენ გვეუბნება ერთ რამეს. რაც შეიძლება მალე ვიჩქაროთ ნელა, ეს ყველაზე კაი ტერმინია, რომ სოფლიო შეიცვალა ამ საწოდავი ჩვენი შინმაოლების ევროპა თურმე ტყუილში ცხოვრობს. რამდენი წელია გეცვით ჩემგან ტყუილშია ყველაფერი გახვეული თქო. ხელისუფლება ტყუილშია, ოპოზიცია ტყუილშია, საზოგადოება ტყუილშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ჯერ უნდა დავსვათ კითხვა. გვინდა ჩვენი სახელმწიფო თუ არ გვინდა ჩვენი სახელმწიფო? ესა ჩემთვის მთავარი. გვინდა ჩვენი კულტურული წიაღი თუ არ გვინდა ჩვენი კულტურული წიაღი? თორე ეს ქვეყანა კიდევ უფრო გამდიდრდება. ქართველი აქ სულაც რო არ იყოს. რატო? ქართველი საზიძღრად ექცევა საკუთარ სამშობლოს ქვეყანას, ეს არაბები მოდიან ჭკვიანი გონიერი ხალხი, ყველაფერს დაამუშავებენ, ყველაფერს შემოიტანენ, ჩვენ რა? ჩვენ წახვალთ ამ საწოდავ ევროპაში და იქ იქნებით, სანამ არ გამოგყრიან აქედან. ეს ერთი მთავარი თემა. მე მგონი ზედმეტი რო არ ვილაპარაკო, ეს არის რევოლუცია. ის რაც მარკ კარნიმ გააკეთა დავოსში, არის სრული რევოლუცია. აბსოლუტურად ცვლის ყველანაირ წარმოდგენას და დასავლეთს აყენებს იმის წინ. არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპის ქვეყნებმა. რა უნდათ მათ? მე ღრმათა ვარ დარწმუნებული. არაერთი ევროპული ქვეყანა გააკეთებს არჩევანს და თქვენ და მე მაქვს იმედი, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არის ყველაფრის ხელისშემშლელი, ევროპა არის დღეს ომისკენ მომზადებული, ევროპას ტენიან ომისკენ დამასაკეთებენ ბრიტანელები და არა ამერიკელები, ბრიტანელები, რომლებიც ლამის განაგებენ საქართველოს ნაწილს. ნახეთ, საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს დამდგარ რეალობას. არ ცნობს საით მიდის განვითარების გზა და ამიტომ ვამბობ პოლიტიკური თვალსაზრისით, რაკაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს არის პოლიტიკური სიშტერე. ბოდიშ გიხდით პიროვნულად არავის არ ვეხები, არ მაინტერესებს პიროვნულად ვინ არის. მეორე თემა, რომელიც აქედან გამოდის, უკვე სხვა კონტექსტია, მშვიდობის საბჭო, რომელიც ტრამპის ინიციატივაა. რა არის ეს? მართალია ეს საბაბი გახდა ღაზის სექტორის მოწესრიგება, მაგრამ როგორც ჩანს, მიზნები გაცილებით დიდია. ყველა იმ ქვეყნის მიწვევა, რომელსაც მეტნაკლებად შეუძლია შეასრულოს გარკვეული ფუნქცია, არავინ არ მიგიღებს შენ იქ, არავინ არ მიგიწვევს, არავინ როცა ხარ. ჩვენ არ მიგვიწვიეს, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არა ვართ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ საკუთარი ქვეყნისთვისა ვართ დამაქცევარი და ამნაირი ხალხი არავის არ ჭირდება.
ამიტომ ვამბობ, ჩვენ ფუნქცია თუ დავკარგეთ, ჩვენ საშინელ დღეში ვიქნებით. ამიტომ ვიჩქაროთ ნელა, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავასწოროთ, გამოვასწოროთ, მაგრამ არა ასე ყურებით იმისა, რომ არიქა ვიღაც არის, ყველაფერი რო იცის, თან არ არის ხელისუფლებაში, თან ყველაფერს განაგებს, ხო? არ მიგიწევენ არსად. იქ მემკვიდრეობითობაზეა საუბარი, იქ საბჭოს წევრი სახელმწიფო რო იქნები, შენ აქ ხელისუფლება შეგეცვლება, არ შეგეცვლება, იქ იგივე ფუნქცია უნდა გააკეთო. რომელი ფუნქცია აიღოს დღეს ქვეყანამ, რომელსაც არაფორმალური მმართველი ყავს? ნული. და გვაქვს ნულად განულებულ მდგომარეობაში საქმე. ყველამ უნდა შეიტანოს $1 მილიარდი და ეს არის ფონდი. ამ საბჭოს ფონდი. თქვენ არ იფიქროთ, რომ ამ ფულს შეერთებული შტატები ჯიბეში ჩაიდებს. ამ საბჭომ რომ ეფექტურად იფუნქციონიროს, მას სჭირდება სტრუქტურები, მუდმივი თანამშრომლები და ასე შემდეგ. ეხლა იქ პირველი პირები ხელისუფლებისა წელიწადში ორჯერ თუ შეიკრიბებიან, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ იქ სხვა პრობლემები, ამიტომ ეს სტრუქტურა იმუშავებს, რიცი საპირწონე გამოდის საბჭო. გაერო რა დღეშია, კარგად ხედავთ, როგორც ჩანს, გაერო როგორც ასევე წინა მსოფლიო წესრიგის შემადგენელი ნაწილი ამოწყურული აქვს თავისი არსებობა და იქნება სხვა. მე არ ფიქრობ, რომ მშვიდობის საბჭო საბოლოოდ იქნება ეს კონსტრუქცია, მაგრამ პირველი მონახაზი იყო, როცა გაერო იქმნებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაახლოებით ასეთი მონახაზები იყო და შემდეგ ჩამოყალიბდა ის, რაც ჩამოყალიბდა. მე ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია და ამ ნაბიჯს მშვიდობის საბჭო დაერქვა, თუმცა აქ მიწვევით იქნებიან ისრაელი, რომელიც თითქოს წინააღმდეგი იყო, როგორც ჩანს მიახვედრეს და მან თქვა, რომ თუ ეს ღაზას სექტორთან დაკავშირებით იქნება, ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ სხვაზე არა ვართო თანახმა. დაიმახსოვრეთ ჩვენი სიტყვები. ისრაელი ზუსტად იმას გააკეთებენ, რასაც ეთყვიან, თუ არ გააკეთებენ, მაშინ მათ ძალიან ცუდად ექნებათ საქმე. ამიტომ ეს ისრაელის და კიდევ ასეთი 1-2 ავარდნელი ქვეყნის ჭკუაზე არ ახალი წესრიგი დალეგდება. მესამე სიახლე, რომელიც სულ სხვა განზომილებაში გადაყავს ის, რაც ვიცოდით, კერძოდ მთავარი ეს არის ამოსავალი. ალასკაზე, ანკორიჯში რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან, იქ ბევრი რამ ითქვა, ყველაფერი ცხადიერ ცნობილი არ არის, მაგრამ კონტექსტები პოლიტიკისა ისეთია, რომ რაღაც ესე იგი გახსნები მაინც ხდება და გუშინ უოტკოვ ჩამოყვა ერთი ცნობილი, ძალიან გავლენიანი, ძალიან სერიოზული ჯგუფების წარმომადგენელი და ეხლა რა გამოვიდა? არის უიტკოფი, არის კუშნერი და არის ეს კაცი და იმახსოვრეთ როგორი იყო ალიასკაზე. მე მაშინ თქვი, გამიკვირდა ძალიან, როდესაც დავინახე ალიასკაზე მთავარ შეხვედრაზე კირილ დიმიტრიევი. ეს არის ამერიკაში გაზრდილი კაცი, რუსობს, მაგრამ Goldman Sachs-ია გაზრდილი როგორც სპეციალისტი. ამერიკელები ძალიან მაგრად პატივცემენ, მათი გაზრდილია, მაგრამ რუსეთის უცხოური ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელია და მე გამიკვირდა, რომ ამ შეხვედრა, მაგრამ ეხლა აღარ მიკვირს, იმიტომ რომ ალიასკაში შეიქმნა 4-6 საბჭო, რომლებიც რუსეთ-ამერიკის ეკონომიკურ ურთიერთობების დალაგებაზე მუშაობენ. ამ კაცის შემოყვანა რუსეთთან უშუალო მოლაპარაკებებში ნიშნავს იმას, რომ ბალანსები უნდა გაიღოს. რუსები ვერ წაიღებენ ყველაფერს, ამერიკელები ვერ წაიღებენ ყველაფერს. ხო სწორია? ხდება ბალანსირება
სად გადის ურთიერთი ინტერესები და ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი რა თქმა უნდა დააბალანსებენ ურთიერთობას და ფაქტობრივად დაბალანსებული აქვთ. რა თქმა უნდა ჯერ ბოლო შეთანხმებები არ არის, ამიტომ ზეწოლები მაინც იქნება რუსეთზე, მაგრამ როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაახმიანა ის, რამაც შოკი გამოიწვია ევროპაში, მან თქვა, გრენლანდია ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის, როგორც უკრაინა არის მნიშვნელოვანი რუსეთის საფრთხოებისთვის. რაიმე სჭირდება აქ განმარტება? ჩემი საუბრები გაიხსენეთ. როცა მე თურმე რუსეთ უმედა ესე. ამ ოპერაციის დაწყების დროს, რომელიც თავიდან ბოლომდე პროვოცირებული იყო უკრაინაში, მაგ მხედველობაში ოპერაცია, მე მაშინ თქვი, ამ შედეგი, ამ დაპირისპირების ბოლო შედეგი იქნება ნატოსა და ევროკავშირის ლიკვიდაცია, რაღაც სხვა ფორმით შეიძლება დარჩეს, მაგრამ ეს ის ნატო არ იქნება და ეს ევროკავშირი არ იქნება და როცა ყველაფერი დასრულდება, შეერთებული შტატები და რუსეთი დაჯდება მოლაპარაკებას. მხოლოდ ამ ორმა ქვეყანამ უნდა მოილაპარაკოს. და ეს პროცესი მიდის. გუშინ ჩვენ ნახეთ სრულიად სხვა რეალობა, როცა შემოდის საქმიანი წრეების უმსხვილესი ინვესტიციური ჯგუფის წარმომადგენელი და ესე იგი რუსები და ამერიკელები ერთმანეთში აბალანსებენ იმ სიმდიდრებს ხას უსვამ. ის საქართველოში გონიათ, რომ პოლიტიკის აზრი ფასეულობებია და ეს სისულელეებია. ფასეულობა შენ კულტურაში გაქვს და ამ ფასეულობების მადლი არ გცხია, იმათ ვეუბნები. ფასეულობები კი არა, პოლიტიკას განსაზღვრავს მხოლოდ უხეში ინტერესები. ის ინტერესები, რომლის გარეშე ვერანაირი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და მით უმეტეს დიდი ქვეყანა. ახლა გეკითხებით მე. ორი ნახეთ მარკ კარნიმ დაალაგა სწორად სიტუაცია. ეს სამი დიდი ქვეყანაა, რომელთანაც შენ არაფერი გესაქმება, მაგრამ უნდა ურთიერთობაში იყო ნორმალურში და ყველასთან უნდა ეთამაშო. ქართული წარმოდგენა ის კი არა, ლავირება. ლავირება არის ჩათლახური პოლიტიკის შედეგი. მაგ ლავირებამ კისერი მოგტეხა, ჩვენ ხან ამას ვღალატობდით, ხან იმას ვღალატობდით. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მაგ კარნი აყენებს ახალ სტრატეგიას. საშუალო ქვეყნების გლობალური თანამშრომლობა მთელ მსოფლიოში. ეს სხვა რამეა. და ყველაზე სწორი რამეა. ეხლა მე ქვევით მოვდივარ. კარნი არ ლაპარაკობს პატარა ქვეყნებზე, მე ვლაპარაკობ ამაზე. ფუნქციონალურად შენ რომ რაიმე ადგილი დაიკავო, შენ ყველა შენი ზომის ქვეყანასთან ძალიან მჭიდრო კავშირში უნდა იყო, რომ შეგეძლოს ფუნქციის აღება. გეკითხებით. რა ფუნქცია იყოს ამ საცოდავმა ხელისუფლებამ, რომელსაც არავინ არაფრად არ თვლის, როცა სომხეთთან არ აქვს დალაგებული ურთიერთობა, მეზობლებს გეუბნები, აზერბაიჯანსთან არ აქვს დალაგებული ურთიერთობა, რუსეთთან არ აქვს დალაგებული. რუსეთს ბაბაიაკი რა უნდა უძახო და მისი ნაწილი კი არ უნდა გახდე და აბა მის ორბიტაზე რა ორბიტაზე უნდა გადახვიდე, თქვენ უტოვინოებო. არავის ორბიტაზე არ უნდა გადახვიდე, შეიცვალა სამყარო, შენი სახელმწიფო გაქვს და შენი სახელმწიფოს ორბიტაზე უნდა იყო. და დღევანდელობა გეუბნება, რომ ეძიე შენნაირი დაინტერესებული ქვეყნები, რომ ერთიანი პოლიტიკაზე ჩამოყალიბდე, რატომ იცით? ნახეთ,
კარნი სწორად ამბობს საშუალო ქვეყნებთან დაკავშირებით. კანადა, გერმანია, საფრანგეთი და ესენი საშუალო, ესენი სხვა ვერაფრით ვერ გახდებიან თავარი მოთამაშეები. იმიტომ რომ ამ ქვეყნების დალაგებული, ერთობლივად ჩამოყალიბებული ინტერესები გინდა თუ არ გინდა ანგარიშ გასაწევი იქნება სამი მთავარი მოთამაშისთვის. თქვენ რას ელოდებით? ჟანგიანი ტანკები ქონდა, ხო? და არეშნიკი ჟანგიანი იყო, ხო? მცხვენია იმ თავდაცვის მინისტრი იყო, სადაც ერთ კანალიზაციის ტელევიზიაში გამოსულა, ხო? და უთქვია მაგის 60-იანი წლების. ვისაც გაინტერესებს ეს თემა? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ამ რაკეტული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი განმარტავს ყველაფერს. მეცნიერულად გრაფიკები აქვს, ყველაფერი აქვს, ხსნის, ბევრი ინფორმაცია არ აქვს. მაგრამ ის ამბობს, როგორც გადაჭარბებები არის, ისე დაუფაცებლობაც არის, ხო? და ამას ხსნის ყველაზე კარგად. არიციან ჯერ რა არის, მაგრამ ის ვარაუდობს იმას, რომ ეს არის პიონერის პირველი საფეხური. მაგრამ ის სწორად ამბობს, ამას შეუძლია ატომური, მაგრამ ეს ჯერჯერობით ჩვეულებრივი იერარქია, კონვენციური იერარქია, არაფერი ისეთი არ არის, რომელსაც არ შეუძლია თუ ჩვეულებრივი იერარქიად იქნება გამოყენებული, შეასრულოს ბირთვული იერარქიის ფუნქცია. ჯერ ბევრი რამ არის ის შეგროვებული აქვს ყველა ნატეხი, რომელიც კი ამ აფეთქების შემდეგ უკვე მეორე აფეთქება იცით, ხო? ვაფშე ყველაფერი აჩვენებს, კადრებიც არის, ყველაფერს აჩვენებენ. ჯერჯერობით არ აქვთ გაგებული ინფორმაცია აკლიათ, ჩვენო ყველაფერს ვაკვირდებით და კი მაგრამ გეკითხებით, ამ სფეროს მე ვიცი ეს სფერო, მე მუშაობდი ამ სფეროში, საბედნიეროდ ვიღაც საცოდავი სააკაშვილის თავდაცვის მინისტრი გამოდის, რომელსაც რაკეტა თუ შეუძლია რაიმე ამიხსნას რა არის, როგორ მუშაობს, ხო? და ამბობს სისულელეს. ვის ჭირდება, რომ ასეთმა უპასუხისმგებლო ადამიან, ვის ახალგაზრდები დააბოლეთ, ხო? არაფერი არ არის. არის. რომლის გადაჭარბება უბრალოდ არ შეიძლება, არის. არის რაკეტა, რომელსაც 10 მახის რომ იტყვიან, დამჭერი სისტემა არ არსებობს. ერთადერთი სისტემა არსებობს, ისიც რუსეთისა. S500 შეუძლია ჩამოაგდოს. კოსმოსშიც შეუძლია ჩამოაგდოს. ამიტომ საქართველოს ცხოვრობს ტყუილში. ქართველთა დიდი გაერთიანება სიცოცხლის ფასად რო დაგვიჭდეს. ამ ნაგავს მაინც გავარღვევთ, თლათ რო დაიქცეს ქვეყანა, არ გავარღვევთ. ეს ქვეყანა დაამთავრებს არსებობას ქართველისთვის, თორე აქ ისეთ ზღაპრულ ქვეყანას ააგებს. არაბები. ნახეთ როგორი ინტენსივობით მოდიან, რა ფულით მოდიან და იშოვეს ქვეყნის გამყიდველი ხელისუფლება. ბოლო თემა დავასრულებ. პრემიერ-მინისტრს უბრძანებია ის, რომ მეო დისკუსიას დავიწყებო. ჩვენ არ მაინტერესებს დაიწყე. ჩვენი წინადადება იცით. ძალად ქცეული ქართველთა დიდი გაერთიანება გითხარით არაერთხელ ისტორიულ ადგილზე დიდ მაგიდას გავაკეთებთ, ყველას ვაიძულებთ დაჯდე. ვინც არ დაჯდება, იქ იმათ ობსტრუქციებს მოუწყობთ, ისეთ რამეს, რომ მათი პოლიტიკური მომავალი დასრულდება. ჩვენ გინდა დავაჯინოთ ყველანი, შევათანხმოთ თამაშის წესებზე, წესიერი საარჩევნო კანონი, წესიერი ადმინისტრაცია, ეს იქნება დიალოგი. კობახიძე რა ფორმატის დიალოგებს გააკეთებს, მე არ ვიცი. თუ ეს ფორმალურად არ იქნა გაკეთებული, დავაკვირდებით ამას. თუ ფორმალურად იქნა ასეთ დიალოგებში იმისთვის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, დიალოგისთვის მზად ვარ, მე მინდა კიდევ ერთხელ უკვე ხაზგასით გავუსვა ხაზზე. ქართველთა გაერთიანების სტუდია, ქართველთა გაერთიანების ოფისი არის
დიდი დიალოგის პლატფორმა და ჩვენ ვისაც ეს ქვეყანა სურს. მე პარტია არა ვარ, რომ კონკურენტი დამინახოთ. არ მჭირდება. ჩვენ უამრავ ხალხს მჭირდება ჩვენი ქვეყანა. ეს ცოტა სხვა რამეა. მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის ახალგაზრდებს ვიწვევთ, სტუდიაში დაჯდნენ, ჩვენ შესანიშნავი ახალგაზრდები ყავს, მათთან ერთად ისაუბრონ, თუ უნდათ ჩვენთან ერთად ისაუბრონ, მოვიდნენ, ჩათვალეთ, რომ ეს სტუდია თქვენიც არის, რუსთაველზე მყოფ ახალგაზრდებს მიმართა, ვერ გაბედავთ აქ მოსვლას. ამაშია თქვენი საცოდაობა. თქვენი საცოდაობა არის იმაში, რომ თქვენ ვერ გაბედავთ. რამდენი ასიმეტრია იქამდე პარლამენტის წინობ გახართ. ჰადაჰა არც არის. მობრძანდით. დიალოგი ყველგან, ხისტი დიალოგი, ოღონ დიალოგი რასაც ქვია და არა კრეტინებივით შეურაცხყოფა საკუთარი თანამემამულეებისა. თქვენ თავ შეურაცხყოფთ, რომ ვის რა ჩემი ფეხები უნდა მოჭამოს, უზრდელმა არარაობა ადამიანმა ახალგაზრდა იქნება, ეს საშუალო თუ ძველგაზრდა იქნება. აი ასეთ შეცვლილ გარემოში ვართ ჩვენ, სასწაულად შეცვლილ გარემოში. ყველა ილუზია დასავლეთში რაც იყო, ხომ? გააქარწყლა მარკ კარნიმ და კიდე გეუბნებით. რაც დასავლეთის ფასეულობები ორ წერტილი დავსვათ აქ. ეს არის ცხოვრება ტყუილში. ამას ვამბობ დიდი ხანი. საქართველოს დღევანდელი ფასეულობები ამ ჭკვანაკლული იდეოლოგიზირებული შინმემავალი ხალხის არის ცხოვრება ტყუილში. თუ ჩვენც გვინდა ვიცხოვროთ ტყუილში, მაშინ ამის შედეგი იქნება ქვეყნის დაკარგვა. სულ ეს არის. ვიფიქროთ ამაზე, ვისაუბროთ ამაზე, მე ყველანაირ შეხმიანებაზე მზათა ვარ დიალოგზე წამოვიდე და მივხედოთ ჩვენ ქვეყანას სანამ გვიან არ არის. უღრმესი მადლობა, მეც აღარ შეგაწყენთ თავს, დროებით გემშვიდობებით, ჩვენ უახლოეს ხანში გაცნობებთ რა სახის ნაბიჯებს გადავდგამთ ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით. ხოლაც არის ერთი სერიოზული რამ დაგეგმილი, შემდეგ ორშაბათ-სამშაბათ კიდე გვექნება რაღაცეები, უпростоრად ხვალ ერთი დიდი დიალოგია, მანამდე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არის, ამას მოგვიანებით გეტყვი, დიალოგის პირველი იქნება, ის რასაც ხვალ რვის ნახევარზე ნახავთ ქართულთა გაერთიანების ოფისიდან და ჩვენ მზათა ვართ ყველას დაუწყოთ საუბარი. მე არ მაინტერესებს მე თქვენ მოგწონვართ თუ არ მოგწონვართ. მე მაქვს ის, რაც ის უკანაც დგას 50 წელზე ცოტა მეტი ხნის არანორმალური შრომა. ეს არის ცოდნა, ეს არის ის, ვისი წაღებასაც მე არ ვაპირებ, სადაც წავალ და თქვენი ოცნება ამ გადაგვარებული ხალხისა, რომ არიქა როდის წავა ეს თაობა, როდის მოხდება, უნდა გითხრათ, რომ თქვენ უკვე ხართ დაღუპული ხალხი. მე რა რომ ღმერთმა დიდხანს გაცხოვრთ, მაგრამ ადამიანების სიკვდილს ნატრობდეთ, რა დონის გადაგვარებული შობელძაღლები უნდა იყოთ, ხო? უფროსი თაობა წავალთ. ღმერთმაც ასე დაალაგოს ყველაფერი, რომ ჩვენ წავიდეთ და თქვენ დარჩით. მე რა რომ ეხლა ნაგავში ხართ. კარგი ხალხი მოვა ხელისუფლებაში და თქვენ ამ ნაგვიდან იძულებული იქნებით ამოწუროთ. კაცის სიკვდილზე როგორ ფიქრობთ? თქვენ გადაგვარებულებო თქვენ, მე უნდა წავიდე, აბა რა უნდა ვქნა, მაგრამ ჯერ არ წავალ, არ გქონდეს იმედი. უფლის წყალობით მე კიდე კარგ ხანს ვიქნები. ჩემი ასაკითუმენ მეც გონიათ, მე არანაირ ასაკია, ყველას შეგხვდებით, ნახეთ, ჩემდენი მუშაობა თუ შეგიძლიათ, ეგეც გამოვცადოთ, ასე რომ ჩემს დაბერებაზე, ჭყალებში ტყუილად უოცნებობთ და მე მინდა ყველა ნორმალურ საქართველოს უსურვო, ძალიან მაღალი გამძლეობა, მხნეობა, ჩაბერეთ ხნეობის სული თქვენ თავს და დავდგეთ ერთად ამ ქვეყნის საკეთილდღეო და ამ ჭაობიდან ამოსაყვანად.
ამ გადაგვარებულ ხალხსაც იგივეს მივმართავ. მოდი დავილაპარაკოთ. ლაპარაკი ერთია, შეიძლება რაღაცა მოგატყუა, ვიღაცამ რაღაც გითხრათ. მოდი ვისაუბროთ, თქვენც ხომ ამ ქვეყნის შვილები ხართ, თუ არა ხართ, ბრიუსელში მიდიხართ? მარკ კარნიმ გითხრათ, ჭაობიაო, არ არსებობს, ტყუილია ეს ყველაფერიო. გადაახვიეთ მარკ კარნის სიტყვა დავოსის ფორუმზე. ინგლისური იცი? მოусმინე. არ იცით ინგლისური? მოძებნით გზა, რომ დეტალურად მოусმინოთ. ბევრი არ არის, ალბათ სულ 17 წუთია. დიდი მადლობა ყველას, გემშვიდობებით. უახლოეს განცხადებამდე ჩვენ ალბათ დავაჩქარებთ ეთერში გამოსვლას. წარმატებებს გისურვებთ, კარგად გრძანდებთ.